დაიწყო ჩვენი თავგადასავალი. Let's go! თქვენ ტურისტული ჯგუფი ხართ შეკრებილები? მოვედით მეგობრებო მონასტერში. ყველაზე კარგი მხარე რაც აქვს იმას რომ დაძვები ერთად მოგზაუროთ, ის არის 12 კაცის სტუმრობა. სულ არ არის ხუმრობა. ესეა მაახია, იმიტომ რომ მე რავი გაძღა შენი მუცელი. მოხაწყენია. ეხლა მე თვითონ მე ვარ შენი დედამე. წინ მაგარი შარები გველოდება. რა მაგარი დრამები. ისტორიაში პირველად მეგობრებო, დანელიების უდიდესი ოჯახი სრული შემადგენლობით მოგზაურობაში მიემართება. კერძოდ კი მივდივართ საბერძნეთისკენ, სადაც მოვლით თესალონიკს, მივართ ბერიპაისის საფლავზე ასევე და ბევრ საინტერესო ადგილს ვნახავთ ერთად. ოჯახის ნაწილი უკვე აქ არის, დაძლევს როგორც ხედავთ. ჩემი მეუღლე. დიახ, მაგრამ ეხლა მთავარია რომ ვარ ქუთაისში. ქუთაისის აეროპორტიდან არ გვიფრენია დაახლოებით 6 წელია მე არ მიფრენია. ბოლოს ვიფრინე და ამოგზავნე ჩემს თავს, თუმცა გადავიფიქრე როგორც ჩანს. ელოიო! წავედით, გამოადგი ფეხი. ერთადერთი ბავშვი ამ მოგზაურობაში გახლავთ გალბატონი კირა, რომელსაც დღეს ვითვლით მეგობრებო და უკვე დღევანდელი ფრენის ჩათვლით დაუგროვდება 8 ქვეყანაში მოგზაურობის ისტორია. ეს იცით რას ნიშნავს? იმას რომ ამ 7 წლის ნაწილაკს 8 ქვეყანაში აქვს მოგზაურები. საბერძნეთში რომ მივდივარ, ანუ ძალიან მიხარია, იმიტომ მე ხო არაძებს ყოფილვარ. თქვენ ტურისტული ჯგუფი ხართ შეკრებილები, ჰა? ბარბარე კი არის ტუროპერატორი. კარგი, ქრისტესიანი დავიწყოთ საინჟინრო ფიზიკა. გასაშვებია NASA-ში ახალი ტექნოლოგიური განხრებაა საჭირო. ხარის პროფესიით მუშაობს? მე იუთუბერობაზე ჩავაბარე. ვახ, მე მგონია რომ წინ მაგარი შარები გველოდება. რა მაგარი დრამები. დრამებს ელოდეთ ჩემ TikTok-ზე და შარებს გიორგისთან. და ნანასთან ყველაფერი happy end-ი დასრულდება ბოლოს. ნანასთან სერიოზული ჰუკები ველოდებათ. სპეციალურად შევუკეთეთ wheelchair-ი, რომ დედას ბევრი არი არა და რიგში არ დაღლილიყო და ქრისტესია მაახია, იმიტომ რომ დედა ჩემი არ ჯდება. კირა, you happy? Yes, we are ready. წავედით. Let's go! ესეც ასე გაგვიმართლა, იმიტომ რომ 3 ერთად ადგილი გამოჩნდა და ეხა კირას პრეტენზიები. კირას აქვს პრეტენზია, აი აქო პლანშეტი რატო არ არისო და აი პირველი ეს გამოხატა, წარმოიდგინეთ, ბავშვად ცხოვრება აქ. ჩამოვედით ამასობაში. ჩამოვახციეთ მეგობრებო. რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ უკვე საბერძნეთის ტერიტორიაზე ვართ. კირასთვის მერვე, ხოლო ჩემთვის ჯერ არ დამითვლია, მაგრამ 30+ ქვეყანა მე ქვეყანია. პირველად ვარ საბერძნეთში და დაიწყო ჩვენი თავგადასავალი. აბა როგორ ახარ? მაგრამ როგორი იყო? მოკლედ მაგრა დარჩა, იმიტომ რომ ჩანთა უნდა აეღო 25 ადგილზე რა. და დაველოდო რა ვქნა. ხო და იმედი მაქვს მეორე ავტობუსს გამოყვება. თუ არა და არა უშავს თამო, ახალ ქარს გიშოვით რო რამე. მე ახალი არ მინდა. ზოლები ჩეულია. ეს ნახე ეს. პროსტა ნახე, თამსვლელი. რჩები? ეს ერთი სიძე მყავს და დამიბრუნე. კაი, თუ ერთი სიძე ყავს, მაშინ დავაბრუნე. დილამშვიდობისა თესალონიკის ნახევრად მზიანი ქალაქიდან, საბერძნეთიდან და ჩვენ ძალიან დიდი თავგადასავლები გვქონდა, სანამ საბოლოოდ დავლაგდით და ეხა ვიდეოში გერთვებით. ესე იგი, პირველ რიგში არ გვიმართლა სასტუმროში. აღმოჩნდა საერთოდ განსხვავებული საშინელება, სადაც ერთი ღამე ძლებს გავატარეთ. ალბათ ჩვენი ბრალიც იყო, მაგრამ ასევე ფოტოების და ბუკინგის ბრალიც იყო. შემდეგ ვიწვალეთ ძალიან ბევრი იმ ღამეს, რომ მოვძებნეთ მეორე სასტუმრო, პირველ სასტუმროს ფული დავაბრუნებინეთ ნახევარი, მეორე სასტუმრო დავჯავშნეთ, ასევე წავედით მანქანები ვიქირავეთ. მთელი თავგადასავლები ჰქონდა. დღეს გვაქვს მთავარი ამბები და მთავარი გეგმები, რისთვისაც ჩამოვედით საერთოდ აქ. ეს არის ბერიპაისის წმინდა პაისი ათონელის საფლავზე წასვლა. ხედს რაც შეეხება, ჩვენი ხედი არის აი ესე, აი იქ არის სხვა და სანაპირო, გუშინ გავისეირნეთ. სხვადასხვა ძალიან კარგი საღამო ჰქონდა. გუშინ პირველად, რასაც ვერ ვიტყვი გუშინ წინზე. პირველად არის, როცა დედასთან ერთად სამოგზაუროდ წამოვედით, ყველა ერთად, თითქმის კი არა და სრული შემადგენლობით, თუ არ ჩავთვლით მაშოს და ნიცას. ხო და მილას. ნახოთ როგორი ტრიფი გაგრძელდება. ესეთი ლიფტები გვაქვს თურმე საბერძნეთში. აი, ჩაიგედა. გახსოვს წინასასტუმროს საუზმე? კაი,
იყო იდეოლები იქონა, მაგრამ სუტკაბილებით გავსებული სიჭმელები არაფერი არ არის. ვა, რამდენი ხალხია ნახე? კირა საჭმლისკენ გაიქცა ეგრევე. ჩვენ ბრექვესტისკენ. ესეც ჩვენი საუზმე აშკარად ბევრად უკეთესი, ვიდრე გუშინ იყო აშკარად. რა შედარება? აკავროვის პრობლემა არის, ტყემალი არიციან რა არის რა. ეს ადგილი უფრო მოგწონს თუ საქართველო? საქართველო რა თქმა უნდა. მე საქართველო ძალიან მიყვარს, მაგრამ ეს ადგილი ძალიან კარგია და ზოგადად საბერძნეთი ძალიან დიდი ისტორიის მქონე ქვეყანაა, ძალიან ლამაზია, ძალიან საინტერესოა. რაღაც მხრივ გავს საქართველოსაც, ესე ამინდებით და გარემოთ. შენ რომელი გირჩევნია, საქართველო თუ საბერძნეთი? საბერძნეთი. საბერძნეთი? აი რატომ მოხდა? ორივე. მაგრამ ჯერ პატარები ვართ და პატრიოტიზმის გრძნობა ისე არ არის გაღვიძებული ჩვენში, როგორც დიდობაში გაიზრდება. ეხლა მოდი დედიკოს კითხოთ. სადაც გირჩევნია, საბერძნეთში თუ საქართველოში? რა თქმა უნდა საბერძნეთში. იმიტომ რომ გაცილებით უკეთესი ფასებია ევროპაში. შენ რო ყავს მაშო, მილა, მიცა და მე, მაგედან ყველაზე მეტად რომელი გიყვარს? მაგას ვერ გეტყვი. ორი უნდა ერჩიო. შენ უფრო იყენებს უფრო მეტ მაკიაჟს თუ ბარბარე? მეტ მაგიაჟად ითვლება ლაინერი. მეტი არაფერი არ არის განსხვავება მე და ნანას შორის. ძველი სამსტუმრო უფრო კაი იყო თუ ეს? ძველი. ხუმრობ? რავი შეხუმრობ? მაგას რომ მეკითხები? რესეპშენში სანამ ბიჭები მოიყვანენ მანქანას, კირა მთხოვა ბებოს რომ დაუკარიო, ხო და ბებომაც ბავშვის თხოვნა უნდა ავასრულო. მარა ჩემე Esmain simgere. Pepela imgere. Indinela. Ino bebos ხმაზე იმღერე. და ესეც ასე, ახლა განახებთ ჩვენს მანქანებს, რომლებიც ვიქირავთ საბერძნეთში. ესე იგი, პირველი მინივენი 9 კაციანი, მეგობრებო, აი ეს არის დიდი ოჯახის საჭიროებები. ხოლო მეორე ოპელი 4 კაციანი სტანდარტული, სადაც უკვე განაწილებულნი არიან თამარი, გიორგი, დედა, მამა, ხოლო ჩვენ ჩავლაგდებით პეჟოში. და მოვედით მეგობრებო მონასტერში, სადაც დარწმუნებული ვარ, უკვე რიგი იქნება მამაპაისთან მიმსვლელების. როგორც ხედავთ, ძალიან დიდი რიგი არის. სულ მამაპაისის საფლავთან, აი რიგი იქიდან იწყება და სულ რიგია ელოდება ხალხი თავის რიგს იმისთვის, რომ მივიდნენ და როცა კურთხევა აიღონ ბერიპაისის საფლავიდან და ბერიპაისის დაარსებული არის ეს მონასტერი და ბოლოს თვითონაც აქ აღესრულა შესაბამისად აქ არის მისი საფლავი და მამა უკვე მეორედან მესამედ არის თუ არ ვცდები ჩვენ პირველად და რა ვიცი 1000-ობით და 100,000-ობით მომლოცველი მოდის ყოველწლიურად ამ ადგილას. რიგის ნახევარი გავიარეთ, მაგრამ აღმოჩნდა რომ ზემოთ რომ მოვედით მეორე სართულზე კიდევ უფრო დიდი რიგი დაგხვდა ვიდრე დაბლა. შუაში ესეთი სივრცე არის, სანამ წრეს დავარტყამთ, ესე ვთქვათ, აი ამ სივრცეს შუაში არის მინდორი, სადაც ბავშვები შედიან და თამაშობენ, როგორც ჩანს, კირას თამაშობდა ეხლა და აი აქ არის მამაპაისის საფლავი. ესეთ რაღაცები დაკრიფა კირა. დედა და მამა უკვე იყვნენ შეუშერს წინასწარ დედა, იმიტომ რომ ვერ დგას ფეხზე კითხავს. ჩვენ შორის ყველაზე ახალ ქრისტიანს შეგვიძლია ვკითხოთ კითხვები ლიზის. შეგახსენებთ რომ ლიზი დაახლოებით ალბათ 2 წელია ქრისტიანია, ხო? წელიწად ნახევარი 2 წელია მოინათლა. და ლიზი რა მოგიყვანა აქ შენ ნახე სერიალი ბერიპაისზე? მე ვერ მოვასწარე. ძალიან საინტერესოა, ძალიან კარგია. აი განწყობას გიცვლის საერთოდ რა. კარგად ვითარდება, რომ ზედიზედ 3-4 სერიას უყურებდით ხოლმე რა. კი, მაქენებდით.
მოკლედ პირველად ვიყავით აქ და აი სასწაული ის არის რა, რომ უყურებ რომ ასობით ადამიანი ეხლა რიგი გაიზარდა კიდევ იმიტომ რომ ჩვენ დილით მოვედით და ძალიან ბევრი ადამიანი დგას საათობით და ელოდება მამაპაისთან მისვლას და ვინც არის ის მამაპაისის ხორება იმას შევახსენებ რომ მე რო 3 წლის ვიყავი, მაშინ გარდაიცვალა. ანუ ჩვენი დროის წმინდანი არის, რომელიც ახდენდა სასწაულებს. მისი ცხოვრება მართლაცო სასწაულია და ყველა შეგიძლიათ ნახოთ ფილმი, სერიებად ბერიპაისის ცხოვრებაზე, ბავშვობაზე, შემდეგ მის ბერობაზე, სასწაულებზე და ასე შემდეგ. და 94 წელს გარდაიცვალა მამაპაისი და ეს ძალიან უფრო ისეთია, რომ ვიაზრებ, რომ თანამედროვე დროის ეხლახანს მე რო დაბადებული ყავი, მაშინ აქ მსახურობდა და ბოლოს უკვე არ მეიცვალა. მოკლედ ძალიან მნიშვნელოვანია ვიცოდეთ მსგავსი ამბები, რომელიც ჩვენს თანამედროვე დროში ხდება. როცა კურთხევა შევასრულებ მამაპაისის. ორმაგად შევასრულებ. რამდენი ხანი ვიგალობთ ქართულად? წარმოიდგინეთ 2 საათი ვიყავით. ქართველები ამოჩნდნენ ცრემლები. ქართველები მუსიკოსენი კუთხიდან. ძალიან უჭირდა ყოველს თავისი ავატყოფი და გაჭრებული ახსოვდა. მე ჩემი ტკივილებია და იმა თავია და ყველა ხო, ტირილით ითხოვდნენ სახელებს და ისეთი ძალიან ემოციური მდგომარეობა იყო, რომ ამდენი გაჭრებას უსმენს მამაპაისი, როგორია ხედავს და ყველას თავს რო ავედრებს უფალს, ნუ აი საოცრება არა მართლა. ამ ხალხის სიყვარულის ძალა და სიფართოვე უნდა ქონდეს გულში სიყვარულისა და ენერგია, რომ ამდენი ტკივილი დაიდიოდა, ამდენი ტკივილი სიგდავს უფალს და ამდენს უყურებს. გაგრძელება ესეთია, მეგობრებო. წამოვედით და შემოვიარეთ მოლში. რაღაცები ვნახოთ. იმიტომ რომ საბერძნეთში როგორც ჭორები დადის, არ ვიცი მე ჯერ ამინახავს, მაგრამ ალბათ ეგრეა. ყველაფერი იაფიაო გოგოებმა. შესაბამისად, ჭამით დავიწყეთ ჯერ, ნახეთ რა ხდება. ჩვენი შოპინგი გრძელდება, ბიჭები ახლა წავიდნენ. კირა და თეონა წინ მირბიან, უნდა შევიდნენ Flying Tiger-ში. და დღემდე მაწუხებს ეს კითხვა, რატო არ არის ეს მაღაზია ჯერ კიდევ საქართველოში? ალბათ ვერავინ ვერ შემოიყვანა და რომ ეცალოს და ეგ მიმართულება იყოს ჩვენი ბიზნესის, რატომაც არა. მოკლედ, რაც შეეხება ფასებს, რომ დადის ჭორები რომ იაფიაო, კი იაფია. აი მაგალითად, ჟაკეტი რომელიც საქართველოში 130-დან 150 ლარამდე ღირს, აქ ღირს 30-35 евро. მაგრამ მე არაფერს არ ყიდულობ, ცოტა არ იყოს და მეზარება, პლუს ჩინეთში მივიდივარ ბოლო-ბოლო ხვალ და ეხა აქ რაღაცები ვიყიდო და მე შეიძლება თავს ვერ ვაპატიო ჩინეთში ისეთ რაღაცეები ვნახო. ამიტომ დაველოდოთ ჩინეთს და ვიდეოს ჩინეთიდან, იქიდან იქნება ტექსტზე ვიდეოები, იმიტომ რომ ძალიან მაგარ გამოფენაზე მივდივართ. ხეონა, რასაც ელოდი ამ მოლში ეგ დექლა? კი, და ძალიან დიდი არჩევანია და უზარმაზარი არის. ფასდაყრები არის? ფასდაყრები, რავი, სიმართლე ჩემი აზრით 20-30%. არც ეძებ, იმიტომ რომ იმდენად დაბალი აქ ფასები, რომ თეო, გითხარი ერთი ორი სიტყვა Flying Tiger-ზე. Flying Tiger არის სივრცე, სადაც ერთხელ შემოდიხარ და აქ ატარებ დაახლოებით 3 საათს. ყველაფერი მოგწონს, გინდა რომ წაიღო, დანიშნულება ბევრ ნივს არ აქვს, მაგრამ უბრალოდ გინდა რომ იყიდო და კონდეს. აი ზუსტად. უბრალოდ უფრო ესთეტიური და რაღაც ლამაზი არის. ძალიან ბევრი უფუნქციო ნივთი არის, რომელიც შეიძლება უბრალოდ მოგეწონოს ვიზუალით და წამოიღო და სახში დადო და მერე დაგავიწყდეს. რო გაქვს. აი მაგალითად ეს. ეს დედიკო როცა სეფორაში შედის, იკარგება ხოლმე და შეიძლება ბევრი არაფერი არ იყიდოს, მაგრამ არ იჩქარება ხოლმე გამოსვლა. ჩვენ კიდე შიგნით ძალიან მოსაწყენი გონია. შენ რატო არ ხარ შიგნით მოგწინდა? ძალიან მოხაწყენია. მაკიაჟები არა გახსნილი, რომ ფერი ნახო და მეტი არაფერი. ხო და მან რანაირად ატარებ ეს საათებს? მე არ ვერ. აი ნახე, აი აქ წავიდა სიმბოლო და მან დიდი დრო როგორ უნდა გაატარა? რა უნდა აკეთო? კაი, გასინჯი ერთი. ანუ მაკიაჟი საერთოდ რატო არსებობს? მეგობრებო, ანუ რო ისვა, მე ხო ისვა მისორებ. ხო, რა მუღამი არის ვერ ხვდები. მაგრამ მაგ ლოგიკით მამა ჭამ, მე ისევ ხშია იშორებ, მე ჭამ, მე ხშია, ხო მაინც ჭამ, ხო? მაგრამ მაკიაჟი ბუნებრივი მოთხოვნილება არ არის. მაკიაჟი არის უბრალოდ სურვილი რომ გამოიყურებოდე კარგად და ლამაზად. ხო და ისეც ლამაზი არის. Thank you.
გაინდა დაჭერობანა? კაი. ვაუ. იოანეს შოპინგის შედეგები. აბა სად იყიდე? იო, Jack and Jones. Jack and Jones საქართველოშიც მაგარი ძერს კი გვაქვს. ისე არის მომზადებული ჩინეთისთვის, რომ ლამის საჭმელსაც არ ჭამს, რომ იგი ჭამს. ჩინეთამდე ჩამიყვანეთ მე მეც. ვაკ ნახე რა ხდება ჩემი. რა არის ბიჭო ეს რა ამბავია? ბავშვებს ვუყიდე ისე მეორე პარკი სასწავლებლად ზანაში და ჩემთვის უკიდე შარო. აი გოგოს მაჩა ეჭირა და არ გინდა და გიორგიმ დაამთავრა აქ მივიდა მარცხვის ჭამა. ხარეს ხარ? აბა ნანა რა ეს შოპინგი. ამ ორი პარკისთვის იყავი გოგო ხანი? ჩემი თამარის უდოს ნაწილი. ყველაზე კარგი მხარე რაც აქვს იმას რომ აი დაძვები ერთად მოგზაუროთ ის არის რომ საჩუქრების წარება აღარ გვიწევს ერთმანეთისთვის. და ჩვენ თავისთვის ვიდულობთ. ეს მილასია. ეს კირას. მეგონი მოხდებიან. აურალამასია. ნეტა ხა აქ იყოს მილა ის სიყვარელი იქნებოდა. იმდენს ვიცინებდი და იმდენ შავკოსნედი. მილასთან ერთად მოგზაურობა ცალკე გადასაღები ფილმი იქნება ალბათ რო წავალ. ეს კირას, იმიტომ რომ მგონია რომ ძალიან უხდება პიტერი რაც ხო. ავამინდა. კოფე? სმალაკო. ლატე. მაჩა ლატე არ ვიცი, მაგრამ ეხა გიმრიელად წამოვწებოდი ნომერში. მეთო. რა ვერ გაძღა შენი მუცელი. 4 საათია აქ ვართ. საღამოთი მაგარი გეგმები გვაქვს მეგობრებო. მომწერა ერთმა ქართულმა რესტორანმა თესალონიკში, რომელსაც ქვია დაისი და რომელიც გვეპატიჟება მთელს ოჯახს. და მე მივწერე ეგრევე რომ მეთქი მეგობრებო 12 კაცის სტუმრობა სულ არ არის ხუმრობა მეთქი და არც გვიხუმრია გელოდებით ამ საღამოს ამიტომ დაახლოებით თვეზე მეტია ხიკალი არ მიჭამია და პირველად დაისში თესალონიკში გეახლებით და თან ნახოთ ქართული რესტორანი როგორი არის საბერძნეთში რა სიტყვით მოკლედ მოსაღამოვდა და სანამ საღამო გვექნება ქართულ რესტორანში მანამდე აი ნახეთ ხახურაც გავარ ვერ მოვასწარი სალონში მისვლა ესეც ასე მეგობრებო მგონის ვადვარ დავემსგავსი ადამიანს და ეხლა დროა გავიქცეთ რესტორანში. აი ლიზისაც მონატრებული აქვს, ჩემი არ იყოს. ხიკლის წვენი ცხელი, ხიკლის წვენი. თვეზე მეტია არ გვიჭამია ხინკალი, ამიტომ მისწრება იქნება დაისში ეხლა ჩვენი ვახშარი. ესეთი ქართული განწყობა, ქართული მუსიკა და ქართული კერძები. ხო, გიო. გიო. მოდი. აუ ერთი შენაი რომ ყავს კიდე სახში ეგეც მოგცა ეხა მილა ხაჭაპური რაც გავშინე ძალიან მაგარია ტაფის ხაჭაპური არის გამორჩეული მაგრამ მე არც ნაფერი გამიშინჯა ჯე და მოიცადე ხა და მეგობრებო ჩემი სპონსორი ნაბეღლავი საბერძნეთშიც არ მტოვებს და სულ ფიქრობდი რომ წამოვედი რომ მეთქი როგორ საიდან დავლიოთქო ბახმაროს წყალი და ნაბეღლავი თქო და აი აგერ დაემთხვა აგერ ნანა აი ნახე რა მოთხოვნა ყოფილა მაგას ვეძებ რამდენი დღეა წყლის ძალა მოგცეს ღმერთმა და ქართველების საყვარელი წყლით ნაბეღლავით გაგვიმარჯოს სანამ ალკოჰოლზე გადავალ ესეც ასე, ღამის 4 საათი მეგობრებო, კირას წინავს, მე და თეონა კი უყოლ დაგდებით და რამდენიმე წუთში გავეშურებით აეროპორტისკენ. უკვე დროა გავემზადოთ და გავეშუროთ ჯერ ათენისკენ, მერე პეკინისკენ, პეკინიდან გუანჟოუსკენ და ბოლოს ძლივს დავისვენოთ და უკვე დავიწყოთ ახალი გადასავალი ჩინეთში, რომელიც არის Canton Fair, რაც არის ძალიან საინტერესო ტექ გამოფენა. ძალიან დიდი, მოკლედ წყლის გამოფენა და იქიდან დაანგორ საინტერესო რაღაცებს მეგიზიანებთ. ბევრი რო არ ველაპარაკო, ესეც თესალონიკის ხედი და გავეშურეთ აეროპორტისკენ. ბაი. გიორგი თქვენა რო წავიდა იტალიას რომ ეხლა მეთქიდან მე ვარ შენი დედამეთ. ესე ვიცი როგორც მე გეტყვით და არა ბარბარე არის ჩემი დედაო. ეგ ძალიან კაცად უსწრა და არ მოიწონა და ეგ მომენტში ხვდებოდა და აიო მამა ვინ იქნებაო მამაო ეს არის ჩვენი ბოლო ღამე თესალონიკში, ამიტომ გადავწყვეტ ამიშვათ. აქვს ერთად მოვედით ბარში. აი, ცოცხალი გაგვაქვს ციგნები, აი იოანი. კარგი ხოლმე. მოვიდა ჩვენი შეკვეთები. და შეაფასებდი ამ ტიპს.
ეს ტრიპი არის 10-დან 5 გაუნჯობესების პერსპექტივა. ძალიან ცოტა. შემდეგ თესალონიკი 10-დან 6. ეს მოგზაურობა არცერთ არ დაგვეცდება. აბდიბას. ნამდვილად პირველი იყო და გაუნჯობესდება აუცილებლად. შემდეგ ვთქვი რომ საქართველოში მოგზაურობთ მაგალითად რაჭაში ნამდვილად. რომ მივეჩვიოთ ერთმანეთს, მივეჩვიოთ ამ მოგზაურობას. ნაკლები დრამა ჩამა. ამდენი კაცი ერთად ალბათ აი რაღაც ისესწავლობზე სუფრებზე შევხვდეთ ვივართ და ერთად მოძრაობა არ მქონია. 10-დან? ჩვენ მოგზაურობას 10 რა თქმა უნდა. დასრულდა ჩვენი მოგზაურობა თესალონიკში. და გემშვიდობებით შემდეგ მოგზაურობამდე, რომელიც ეს ძალიან დიდი ხანი გამოვა, ამიტომ მოდი ცოტა პაზლზე დაიმშვიდობე ხალხი. კარგი, ცოტა ხნით და გემშვიდობებით მაშინ.